გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას ჯგუფ პარანორმალიდან. დღეს გვაქვს უკვე მეოთხე განმეორებითი კვლევა ოჯახში და ამას თავის მიზეზები აქვს თუ რატო. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როგორც ამ კვლევის დასაწყისში, ანუ პირველ ნაწილში მოხდა, მეოთხე დასკვნით ეტაპზეც, მეოთხე გამკვლევას და კონკრეტულად დღეს თავად ოჯახის მეპატრონე მოგვიყვება იმ ცვლილებებს, რაც რეალურად მოხდა ჩვენი გამოკვლევების შედეგად, როდესაც დავასრულეთ ოღონდ კვლევა დავასრულეთ უშუალოდ და რაც ახლი გვიკურთხებია, უბრალოდ შედეგები ამოვიღეთ და ეხლა უბრალოდ საჭიროა რომ დავასრულოთ ყველაფერი, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, იმ სიახლეების შესახებ, რაც ამ ოჯახში მოხდა ჩვენი ბოლო გამოკვლევის, ანუ მესამე ნაწილის, რომელიც მაყურებელმა ნახა, ხო, შემდეგ რაც მოხდა, უკვე თავად ლიკა გვეტყვის საკვების შესახებ. ხო, კი ბატონო. გამარჯობა. გამარჯობათ. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ყველაფერი, რა მოხდა კვლევების მერე უშუალოდ და რა სიახლეები გვაქვს ახლა ამ დროისთვის ოჯახში, რა გართულებებთან გვაქვს საქმე. მოკლედ, პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას გეტყვით მართლა იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის და ესე უშიშრად რო გრძნობთ თავს და სრულიად ნდობის ფაქტორი ჩამოგვიყალიბდა და მადლობა თქვენს. მადლობა თქვენ მაყურებელს, ძალიან აქტიურად არიან ამ საქმეში ჩართულები. ანუ ამ ეტაპზე ხა თქვენი კვლევის მესამე ნაწილის შემდეგ ბოლოს რაც ჩავატარეთ და ვიყავით და შევხედეთ იმის მერე მდგომარეობა არის ესეთი. ანუ რამოდენიმეჯერ უკვე დღის განმავლობაშიც უფრო გამძაფრდა ეს ხმაური ჩამოვარდნის ხმა, ანუ იყო ნივთის ჩამოვარდნის ხმა, რომელიც რეალურად არ უნდა ყოფილიყო. დეტალურად რომ მოგვიყვეთ ნივთი, სად ჩამოვარდა? ანუ ბავშვის საძინებელში, ჩვენ საძინებელში ბავშვის თაროზე იდო ნივთი, რომელიც ანუ ამ თაროს დაბლა არის ბავშვის კუთხე, ანუ მაგიდა რა, სადაც მეცადინეობს. და ეს მაგიდა ყოველთვის გვაქვს მოწესრიგებული, იმიტომ რომ ვერ იტანს ზედმეტი ნივთების დებას თავის მაგიდაზე. ვიყავით მისაღებ ოთახში, მე და ჩემი მული. ბავშვები არ იყვნენ სახლში, ერთი ბაღში ყავდა, მეორე სკოლაში. აბსოლუტურად სიჩუმეა, ტელევიზორიც კი გამორთული იყო, უბრალოდ ტელეფონში ვიყავით და ვსკროლავდით ჩვენთვის. ორივე ერთნაირად გავიგეთ ხმა, რომ საძინებლიდან ისმოდა ეს ხმა და თითქოს რაღაც, ანუ შორი მანძილი, ანუ ზემოთ თაროდან რომ გადმოვარდეს, ეგეთი ხმა იყო. და რომ მითხრა ჩემმა მულმა, რომ წადი, ანუ ნახოთო რა ხდება, რატოა, რა ხმა იყო, რომ შევედი ოთახში, ეს ნივთი უშუალოდ არის მაზი, ანუ მაზის კოლოფი, ესე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვა, პლასმასის ნივთია, რომელიც იდო მაგიდაზე. არ უნდა დებულიყო, ანუ ვადასტურებ, კაი, დადასტურებულად ვიცი და გარანტიას ვიძლევი, რომ იქ არ უნდა დამხვედროდა ეს ნივთი. იყო გადმოვარდნილი. არც იმის საშუალება იყო, ან ნაპირში დებულიყო და რამეს გადმოეგდო, ან ქარი ფანჯარა ღია ყოფილიყო, რამე არ, ანუ რეალურად ეს ნივთი იქ დამხვდა. და რო გამოვიტანე და ვუთხარი, რომ ანუ თაროდან იყო გადმოვარდნილი და ბარბარის მაგიდაზე, ან ბავშვის მაგიდაზე იდო, თვითონაც ანუ გაგვეღიმა რა, მივხვდით ახლა რასთანაც გქონდა საქმე, რომ თვითონაც დამერწმუნება მაგაში რომ მოусმენს ახლა ამ საუბარს, რომ არ უნდა დებულიყო ეგ ნივთი მანდ. ეს ერთი შემთხვევა იყო. საღამოს ესე 12-ის მერე ალბათ ისევ ლოჯში ვზივართ, ბავშვებს წინავთ და ესე გვესმის უკვე მშვიდად ვართ რა და რეალურად მიღებული გვაქვს, ვიცით რა ფაქტთანაც გვაქვს საქმე, ფეხის ხმები. მეორე დღესაც განმეორდა კარზე. თითქოს დაკაკუნებას, ანუ ძლიერი არ იყო, მაგრამ საგრძნობი იყო, იმიტომ რომ მისაღები ოთახიდან შემოსასვლელი კარი ცოტა მოშორებით არის და იქიდან რომ კაკუნის ხმა გაიგო, ანუ კარგად უნდა იყოს რა, ანუ ხმა კაკები გამოსცემდეს და რო გავედით და გავიხედეთ, არავინ არ იყო, არაფერი არ იყო, აბსოლუტურად და მივხვდით მანდაც რასთანაც გქონდა საქმე. ნუ ამის გარდა კიდე მინდა ერთი ფაქტი აღნიშნო, რომ ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობთ და ჩვენ ზემოთ, ანუ მეორე სართულზე სახლი არის დაკეტილი, აბსოლუტურად არავინ არ ცხოვრობს ამ სახლში რა. ღამე 12-ის მერე, უფრო პირველის მერე ისეთი ხმები ისმის, თითქოს ვიღაცა ანუ თავისუფლად დადის. ახლა კორპუსში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ზედა სართულის მეზობლობა როგორი ან ფეხის ნაბიჯი ყველას ისმის. მესამე სართულიდან ეგ ხმა ვერ ჩამოვა, არ არსებული, გამორიცხული ვარიანტია. თითქოს დარბის ბავშვი
ან თუნდაც მესამეზე და მეოთხეზე ბავშვი არავის არ ყავს, რომ ვივარაუდოთ, რომ ზემოდან ჩამოდის ან გვერდიდან არ. უშუალოდ ორივე უკანა საძინებლის თავზე არის ეს ხმები. ნაბიჯის ხმა, ბავშვების სირბილის ხმა, ხან არის, რომ ვიღაცა პიანინოზე უკრავს. თითქოს ეგეთი ხმაც იყო, 1-2 მოგვესმა, ანუ ორივეს რეალურად სახში ვინც ვართ, ყველას გვესმის ღამე ეგ ხმა. გამორიცხულია რომ ეს უფრო გამძაფრდა თქვენი მესამე ნაწილის მერე შეიძლება მანამდე ვერ აღვიქვავდით რა იყო და არ ვიცოდით ეს მდგომარეობა, მაგრამ მესამე ნაწილის მერე უკვე რეალურად რო ვიცით რასთან გვაქვს საქმე, უფრო დაკვირვებულები ვართ, უფრო ყურს მარტივად ხვდება და ვიცით რა ხმა არის. და ამიტომ ახლა მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, რომ გენდობით რა ბოლომდე და ყველაფერს რასაც საჭიროდ ჩათვლით. კი ბატონო. კიდევ ერთი მომენტი, გვაინტერესებს რომ რა მოხდა ღამე, როდესაც გეძინათ? ხო, აი ეგ კიდე ახლა მადლობა რომ გამახსენე. ან რაღაცები ცოტა აღალვებულიც ვარ და უცებ ესე ვერ იმოშვები ვერ ვიხსენე. შეგახსენეთ. მოკლედ, წუხალ იყო ესეთი ფაქტი, რომ ღამე სანამ გამომეღვიძა, ანუ რომ გამომეღვიძა საათს დავხედე და იყო ზუსტად 4:20 წუთი. აი ესეთი შემცირება, არ ვიცი როგორ ავხსნა, თითქოს ძვლებში გამტრევს რაღაც, ისე ყინავს, რომ ვერთბები. ანუ კბილები გიწაკწაკებს, ყბა გაგირბის და ეს ოღონდ წამიერად არის, სადღაც 5-10 წამი გრძელდება, გონია რომ ძინავს, მაგრამ რეალურად გამეღვიძა, ისე ცუდად ვიყავი, ცახცახებდი. და მე ძლივს ჩავთვი, აი სადღაც უკვე ძლივს გავთვი, საათს რო დავხედე 4:20 წუთი იყო. ეს ეხა არ ვიცი, მე ვიფიქრე სიცხე ხო არ მაქვს, თქვა აუდექი სიცხეც გავიზომე, მაგრამ არ მქონდა და დღეს თქვენ რო გკითხეთ, ანუ გავიფიქრე, რომ რამე კავშირში შეიძლება რომ იყოს ეგეთი რაღაც, აი დილით ადამიანი დაღლილი რო იღვიძებს. სრულიად ენერგია გაცლილი. გამოცლილი ესე. ნაცვლად იმისა, რომ გამის განმავლობაში გამოიძინოთ და ენერგიით ავისოთ, ხო? ანუ არის ეს რაღაცა მქონდა წუხალ. ადრეც მქონია თვეების წინ, მაგრამ მაშინ იმდენად არ მიმიქცევა ვიფიქრე ან მამცივნებს სიცხეს მაძლევს არც ვირუსული პერიოდია რაღაცა თქო, არ გამიმახვილებია ყურადღება, მაგრამ ეხლა რომ უკვე დავიძაბე ცოტა და ვიფიქრე რომ რამე კავშირში ხო არ არის, თქო თან თქვენც დამიდასტურეთ, რომ ანუ შეიძლება რაღაც მსგავსი იყაი გამყინვარებაში რო ხარ სადღაც მიკლა გახსოვთ თუ არა მე შეგახსენებთ ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ სანამ კვლევებს დავიწყებდით ჩვენ ეს ეტაპები გავიარეთ ანუ იქაც განვიხილეთ ის ფაქტები რა ახასიათებს ბოროტ ძალას იქაც ვახსენეთ ის მომენტი რომ ძლიერ დემონურ ძალებს და ბოროტ სულებს ახასიათებს სწორედ ტემპერატურის მკვეთრი დაცემა სიმპტომურად როდესაც ადამიანზე მიდის ეს აგრესია პირდაპირ ვთქვათ და სულთ რომ დაასუსტონ ეს ადამიანი იზოლირება, ვთქვათ იზოლირებაში მოაქციონ, როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ ერთი სიტყვით. პირველ რიგში იწყება რა, უძილობა, უმადობა, ადამიანის ენერგიისგან სრული ასე ვთქვათ დაცლა, ღამის განმავლობაში უძილობა იწვევს ნერვოზს, ხო? ესეთი ადამიანი მუდამ გაღიზიანებულია, ბუნებრივია რომ მეგობრებშიც უკმაყოფილება ამ დროს, ხო? მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი უფრო და უფრო რთულდება. და პირველი ეტაპიდან მალევე გადადის უკვე მეორე ეტაპზე, როდესაც უკვე გამოვა ადამიანი მთლიანად ცხოვრიდან, მას სრული უძილობა, რასაც ქვია, უმადობა საჭმელს არ ჭამს, ხვდებით, სუსტდება, ეს თავისთავად მოქმედებს უკვე ნერვოზით, ცალკე უტევს ამ დროს, ეს ყველაფერი ცუდი, ერთად ესმის ადამიანს თავს. თქვენ შემთხვევაშიც, ანუ ვარაუდობთ იმას, რომ ეს რა თქმა უნდა არ არის ეს შემთხვევითი პროცესი, მით უმეტეს იძახით, როდესაც გაიღვიძეთ და უკვე გამოფხიზლდით, ტემპერატურა გაიზომეთ, ანუ წყობში იყო ნორმალური, ქონდათ ყველაფერი, ანუ არ იყო სიცხეს არ ქონდა ადგილი და ასე შემდეგ, ხო? კეთილი. კიდევ ხო არაფერი თქვენი რჩევა მესამე ნაწილის შემდეგ გავითვალისწინეთ და იმ მეორე საძინებელზე რო გქონდა საუბარი, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, მაყურებელს ხო ყურადღებით მოვისმენთ. სარკეზე ჩამოვაფარეთ იმ დღესვე და 3 ღამეა აბსოლუტურად ჩემული თავმად დილას იღვიძებს ბედნიერი, რომ ანუ მშვიდად ეძინა და არ ქონდა ეს ფორიაქი, გამოღვიძებები, ანუ კომფორტულად ეძინა მაგ ჩამოფარების შემდეგ და ყოველ ღამე თვითონ სარკეჯერ ხელოსნის უმისოდ ვერ გავიტანეთ საძინებლიდან, ვაპირებთ სამომავლოდ, მაგრამ სანამ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, ღამე ვაფარებთ სარკეზე. მეგობრებო, ამ ფაქტს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. ეს არის მე პატრონები ვეუბნება უშუალოდ ფაქტებს და პარანორმალი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის
გამოკვლევის შემდეგ აფრთხილებდა კიდეც ადამიანს გითხარით ეს რა თქმა უნდა ადასტურებთ რომ ნამდვილად არის ეს ყველაფერი ესე თვალისწინეთ და ჩვენ ვახსენეთ ნახეთ უშუალოდ სარკე რომელიც გამოყოფს უარყოფით ასტრალურ ენერგიას და არის პირდაპირ გამტარი და ის სარკე უშუალოდ გვაქვს საძინებელში რა თქმა უნდა ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ძილის მომენტზე მის ასე ვთქვათ უარყოფითი ენერგიით დატენვაზე პირდაპირ ვთქვათ როგორც ელემენტი იტენება ხო ხტებით ანუ ადამიანი როცა იძინებს რაცლის დიახ საქმის მაგაში რეალურად ეგრე თქვენ ადასტურებთ რომ სარკის შეფუთვის შემთხვევაში როგორც პარანორმალმა დაგარიგათ ამ შემთხვევაში არ უნდა გაგვეტანა არ უნდა შეგვეფუთა და შედეგი რა გვაქვს ის რომ შვიდად შვიდად ძილი და დილით იღვიძებს რაც მანამდე არ ხდებოდა ხო და საშინელი უძულობა და ნუ დისკომფორტი იყო ხო ესე დაიმახსოვროთ ეს კარგად მეგობრებო ჩვენ რასაც ვიძიებთ და ვიკვლევთ ხო ამის რეალური მტკიცებულებები გვაქვს თუ ვინმეს ეჭვიებარება თქვენი ნება ეს მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა თქვენთაგანს რეალური რჩევები მიცეთ იმის შესახებ რომ უკეთესად იცხოვროთ არ შეგიშალოთ ხელი ამ ასტრალურმა გარემოებებმა რომელიც რეალურად ხდება და არის პერიოდულად იჭრება ჩვენ სამყაროში სამწუხაროდ ხდება ასეთი მომენტები მაგრამ ჩვენ სწორედ იმისთვის ვარსებობთ რომ ადამიანებს დავეხმაროთ თამაში და სწორი მიმართულება მივცეთ ვისაც ჩვენი ჯერა გაითვალისწინეთ ეგ ფაქტი და თავად დარწმუნდეთ იმაში რომ ეს ყველაფერი არის ის რეალობა რაც ნამდვილად წარმოადგენს სიმართლეს დიდი მადლობა ლიკა იმისთვის რომ გვენდობით პირველ რიგში ვინაიდან ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა და პარანორმალი ვალდებულია რომ გითხრათ რომ ორი ვარიანტი გვაქვს ამ შემთხვევაში პირველი ვარიანტი არის რომ სასულიერო პირი მოვიყვანოთ უშუალოდ და მას ვაკურთხებინოთ სახლი ჩვეულებრივ აბსოლუტურად დაშვებულია და გაგას ზუსტად ეგ ეტაპი გვჭირდება ახლა ჩვენ და მეორე ვარიანტი ის არის რომ თავად პარანორმალმა გააკეთოს ეს სრული მართლმადიდებლური წესის დაცვა გენდობით სრულიად და თან ერთი დეტალიც არის რომ ღამის საათებში ღამე 12 საათის შემდეგ არც ერთი მღვდელი არ ვფიქრობ რომ იყოს თანახმა სახლის კურთხევაზე და ამიტომ მეგობრებო რას ნიშნავს ეს ყველაფერი მე თქვენ აგიხსნით ახლა აქ მთავარი ის არ არის უბრალოდ რომ ჩვენ არანაირი ამბიცია არ აქვს იმის და არავის არ ვენაცვლებით ჩვენ ვართ საერო პირები მაგრამ ჩვენი საქმის კარგად მცოდნეები. აქედან გამომდინარე, ვალდებული ვართ, რომ უბრალოდ ვთქვათ ის რეალობა, რაც გვაქვს არჩევანში. სხვა რეალობა აქ არ არსებობს უბრალოდ. პირველი არის სასულიერო პირის მოყვანა და სახლის კურთხევა, მეორე შემთხვევაში ეს დაწყებული საქმე ჩვენ მივიყვანოთ ბოლომდე. აქ არის ერთი ძალიან განსხვავებული მომენტი. ნახეთ რა მომენტია. დღისით სახლის კურთხევის დროს როგორც მოგესალმებით, ბოროტძალები შესაძლოა სახლის ტერიტორიაზე საერთოდ არ იყვნენ, ან პორტალები საერთოდ არ იყვნენ ფუნქციონალური. ეს რას ნიშნავს? ანუ კი მოხდა კურთხევა, მაგრამ არ მოხდა ეს კურთხევა უშუალოდ ბოროტის თანდასწრებით, როდესაც ის იმყოფება სახში. არ ხდება ბრძოლა აქ, ხო ხდებით ბოროტსა და კეთილს შორის უშუალოდ. ვინაიდან არ იმყოფება ტერიტორიაზე. ღამის განმავლობაში ეს აუცილებელია. და მით უმეტეს კარგი იქნება თუ 12-ის მერე მოხდება სახლის კურთხევა. რატო? იმიტომ რომ თუ სახში არსებობს რაიმე ბოროტი ძალა, რეალურად იღებს ამ დარტყმას და სამუდამოდ ტოვებს ტერიტორიას. ვინაიდან, რა თქმა უნდა, როგორც ვიცი, ძალიან კარგად მოგეცემა, რომ უფლის ძალებზე ძლიერი არავინ არ არის. მაგრამ მეორე უკიდურეს მომენტიც არის. პარანორმალი აბსოლუტურად უსასყიდლოდ მემსახურებით ადამიანებს. ესეც რასაც ვადასტურებ. დიახ, ესეც ბუნებრივია სათვალავში მისაღებია. რამდენად შეძლებს სასულიერო პირი მოვიდეს ღამის 12 საათის შემდეგ და უსასყიდლოდ მოემსახუროს, ასე ვთქვათ, ადამიანებს არ ვიცით, ნამდვილად, თუმცა ამაში გარკვეულწილად ეჭვს გვეპარება რა, იმიტომ რომ რა ვიცი, არ ვიძახი მე ყველაზე ამ ცოდას არ ჩავიდნენ არავითარ შემთხვევაში, არიან ჭეშმარიტი სასულიერო პირები, რომლებიც რეალურად არიან უფლის ძალებით მოსილი და მათ აქვთ ნამდვილად რწმენა უფლისადმი და აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს ისე, როგორც წერია საღვთო წერილში, როგორც წერია ასე ვთქვათ, წმინდა წერილებში და ქრისტეს ცხოვრებაში. ჭეშმარიტად ღვთისმსახურზე მაქვს საუბარი. მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფარისეველი ყავს და სწორედ მათზე მაქვს აქცენტი გაკეთებული, რომ ძალიან დიდი ეჭვმეპარება იმაში, რომ ასეთი ადამიანი მოვიდეს რეალურად და უსასყიდლოდ რამე გააკეთოს. თუ ეს ასე არ არის, პრინციპში კიდევ ერთი მაქვს სათქმელი,
აუცილებლად უნდა თქვა სანდრა ის მომენტი, რომ მაყურებელმა დაგვიწერა, რომ სასულიერო პირთან ერთად თუ შეგიძლიათ მუშაობა, რომ იმუშაოს პარანორმალმა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა სასულიერო პირთან, ამას ვისურვებთ კიდეც. ვინმე სურვილს გამოთქვას. კი, რა თქმა უნდა, თუ გამოთქვას ვინმე სურვილს, დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ პირდაპირ მათი დანიშნულებაა ებრძოლონ ბოროტს, ვინაიდან ისინი არიან სწორედ სასულიერო პირები, ჩვენ კი საერო პირები, მაგრამ ის რომ ჩვენ ერთმანეთთან ვიმუშაოთ და თქვათ ამით სიკეთე ვაკეთოთ, თქვათ არა ერთი ხელით უშუალოდ, არამედ ორივე ხელით, ხო? რაზე ალაპარაკი? ვინ იტყვის ამაზე უარს? თუმცა მეც დიდი ეჭვმეპარება იმაში, რომ ვინმე გამოხატოს სურვილი, თქვათ, უსასყიდლოდ და უფასოდ ღამის 12-ის მერე მთელი ღამის განმავლობაში მით უმეტეს ჩვენ გვერდით უნდა იდგეს, არ ვიცი. თუ კი რომელიმე სასულიერო პირს გააჩნია, ასე ვთქვათ, რეალურად სურვილი აქვს და ნამდვილად უნდა რომ დაეხმაროს ადამიანებს უსასყიდლოდ. მაშინ აქ უკვე ხო, პარანორმალი ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, მეგობრებო. ჩვენ უბრალოდ მტკიცებულებებს ვიღებთ, დებთ, ვაცნობთ ოჯახის წევრებს და მათ უკვე შეუძლიათ რომ ეს მტკიცებულებები ნებისმიერ ეკლესიის სასულიერო პირს, ასევე საპატრიარქოში წარადგინონ ეს ფაქტები, რომ მათ ნამდვილად ჭირდება დახმარება, მოითხოვონ, მაგრამ რამდენად შესრულდება ეს უკვე მომავლის საკითხია. სამწუხაროდ 100%-ით აქ უკვე არანაირი განაწილება. რამეს ხوار დავამატებთ კიდე? კი, სანამ ამაზე გადავალთ სამშობლოდ. ერთი რაღაცის დამატება მინდოდა, ხო, ანუ წინა ბოლო ჩაწერაზე ხატები რომ დავაბრძანეთ და ველოდით შედეგს. აი მაგ დროს თქვენ თუ გახსოვთ ხელის მომენტი რომ მქონდა. აი დიახ, თუ შეიძლება რომ დავამატო და ვთქვა, ანუ მაყურებლისთვისაც რომ იყოს ცოტა გარკვეული, ანუ იმ ლაივის მიმდინარეობისას სანდრას კი მივწერე და მინდოდა რომ ეტაპობრივად გაგევლოთ და განგეხილათ ეს საკითხი, მაგრამ მაინც მე მოვყვები, ანუ როგორ იყო და რა იყო. ყურადღებით მაყურებელო, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თქვენ როცა შემოხვედით და შემოაბრძანეთ ხატი მისაღებში, მაგ დროს ანუ ჭიქა მეკავა და ვსვავდი წყალს, მაგრამ ეს წყალი ესე ცოტა უხეშად ვიტყვი, უკვე დალეული მქონდა, ანუ მოუბრუნდი, ჭიქა ჩავდე ნიჟარაში და როგორც კი გამოვბრუნდი და დაგინახეთ, რომ ეს ხატი გეჭირათ ხელში და უკვე აბრძანებდით უშუალოდ მისაღებში, მაგ დროს დამეწყო ხველა. ანუ რეალურად მე თვითონ ვერ მივხვდი მაგ დროს რა მომივიდა. ცოტა უხერხულადაც ვიყავი, ეხა კამერა იღებდა, საქმეს აკეთებდით და მეთქი გავერიდები, ანუ ეს ხოლა გამიგრძელდა. თქვენც ზუსტად მახსოვს, რომ ორჯერ შემოხვედით და მკითხეთ, რომ თავს როგორ ვზნობდი, მაგრამ გითხარით, რომ წყალი გადამცდა მეთქი და ეხა რომ ამ 3-4 დღის განმავლობაში კადრებსაც ვირდგენ და ფაქტს, ანუ უფრო გულდასმით ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ ანუ გადაცდენა არ იყო და რავი, აი უფრო სხვა რაღაცა შეგრძნება იყო რა. მეც ეგ ვიფიქრე ზუსტად და სანდრას ვეუბნები, გახსოვს საკითხი ამ თქში, რომ არ მომწონს ეს სიტუაცია. ხო, ანუ ყველა ისე უცნაურად დამეწყო, თითქოს რაღაცა მგუდავდა, ანუ ვერც ვიჩერებდი და უბრალოდ ანუ ესე უხერხულობის გამო მოვერიდე კამერას, რომ ჩაწერისთვის ხელი არ შემეშალა. მაყურებელს კიდევ ერთ რამეზე მივანიშნებ ამ შემთხვევაში, როდესაც და აუცილებლად დამჭირდებით თქვენ ამ პროცესში, როდესაც უცნი მომენტს, როდესაც ეს ხდებოდა, რომ სახლის მეპატრონე წყალი დალია, ის უშუალოდ იმყოფებოდა ხატების კუთხიდან შორს. იყო თუ არა ეგრე? კი. ანუ სხვა ოთახში იყო. მაგ დროს იყო თან იქ ხმა, რაც გაისმა იქ. აი ზუსტად მაგაზე მაქვს ახლა საუბარი. ადასტურებ თუ არა იმას, რომ როდესაც მე ოთახში შემოვიდა, ხატების განლაგება დავიწყე, ამ დროს თქვენ არათუ ოთახში არ იმყოფებოდით, არამედ სხვა ოთახში იყავით გასული. გასული ვიყავ. ყურადღება მიაქციეთ ამ მომენტსაც. თქვენ ამიარეთ გვერდი ხატები. კი, ბატონო, ჩვენ ვიკითხეთ და შემდეგ გამოვიდით, ანუ მოვედით თქვენთან და იმ ოთახიდან ესე დავბრუნდე ამ ოთახში. ამასაც ყურადღება მიაქციეთ. და კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა. ხმა ის ხრინწიანი საზიზღარი ხმა ისმის არა იქიდან უშუალოდ მეგობრებო, არამედ პირდაპირ ამ ოთახიდან, აი ამ მომენტში, აი ამ ადგილიდან. ესეც ბუნებრივია საყურადღებოა და ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. ვისაც არ გინახავთ, გადაახვიეთ და ყურადღებით დააკვირდით ამ მომენტებს. კეთილი, გადავდივართ უკვე ბოლო ეტაპზე და ამ ბოლო ეტაპის მერე გადაცნობთ რას ვაპირებთ. ოჯახში საუბარი გვაქვს საფლავის ქვაზე უშუალოდ. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ოჯახში ინახებოდა. ნამდვილად არ მახსოვდა, ანუ ეს უბრალოდ ადამიანურად გამომჩა. კი, ეხა მნიშვნელოვანი ფაქტია და ვბრაზობ ჩემ თავზე, მაგრამ
არც მახსოვდა რომ ეგ თქვა გვედო კი ბატონო ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ აი ეგ დეტალი რომ მე თქვა რა მთელი ამ უბედურების გადატვირთვა ხო მესმის რომ აი ამ ახლა ტრაგედია გადაიტანენ შვილიც ცუდად არის მოკლედ მთელი ეს ყველაფერი მესმის რომ უკვე აღარ ტოვებს დეტალურად თქვა ყველაფერს რომ დეტალური ყურადღება მივაქცევთ ეგ გასაგები ეგ უკვე წარსულია მაგრამ ხო ნამდვილად ადასტურეთ იმას რომ პარანორმალმა არ იცოდა ამის შესახებ ხო რომ თქვენ გქონდათ საფლავის ქვა უშუალოდ სახში კი ბატონო მეგობრებო ეს არის სწორედ ის ქვა აი ხედავთ არ გაჩვენებთ ახლა შეგნებულად სურათს შეგძლე სახეზე მიაფარო და უბრალოდ დამაჯერებელი რომ იყოს კეთილი მაშინ ესე გავაკეთე აი შეხედეთ უშუალოდ ეხლა ანუ თანამედროვე დროს ასე ვთქვათ აღარ კეთდება დიდი ქვები უკვე ანუ ეს კომუნისტების დროიდან დღემდე არის შემონახული ეს მარმარილოს ქვებზე ვთქვათ დახატვის წესი მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე შეიცვალა ასე ვთქვათ და გადავიდნენ უფრო თანამედროვე ასე ვთქვათ ქვებზე რომელიც პირდაპირ ეკრობა საფლავის გალავანს ასე ვთქვათ და გინახავთ ხო ბევრჯერ აი სწორედ ეს არის ახლა ის ნივთი რომელიც ახლა უნდა გავიდეს აუცილებლად და დანიშნულების ადგილზე უნდა გადაიტანონ დაუყოვნებლი რაც სწრაფად უფრო კარგია აი ამაზეა საუბარი ეს ნივთი უშუალოდ ინახებოდა ზალაში და ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არანაირი ინფორმაცია არ ქონდა კარგია რომ ეს დეტალი უკვე გამოვლინდა და უკვე ვიცით რა მიმართულებაც უნდა მივცეთ მათ ვისაც აინტერესებს თუ რა გავლენა შეიძლება ქონდეს პირდაპირ კავშირში არის ეს გარდაცვლილთან ვინაიდან ნივთი დამზადდა სწორედ მისი სახელით და ნივთის დანიშნულება იყო საფლავზე მონტაჟი უშუალოდ აღარ აქვს იმას მნიშვნელობა უკვე ეს ნივთი მოგვეწონა თუ არ მოგვეწონა მნიშვნელობა უკვე იმასა აქვს რომ არ მოხდა მისი თქვათ განთავსება დანიშნულების მიხედვით ხო ხდებით და სურათზე გარდაცვლილი ადამიანია უშუალოდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის ამ მოვლენებთან. თანახმახართ ხო რომ ავიტანოთ და დავაბრუნოთ. ვინაიდან სხვა გამოსავალი რომ თქვათ მისი ჩაბარება თქვათ გადაშლა შემდეგ სხვა მიცვალებულის ანუ იქ რომ დავაბრუნოთ ასე ის. მოტივით დავტოვეთ რომ გვინდოდა სურათის წაშლა თუ იყო შესაძლებელი რომ წაგვაშალა ეგ სურათი. კარგია რომ სურათი ჩვეულებრივ არაფერი მაგდაბარი არ მოხდა ვინაიდან ერთი მიცვალებულის გადაშლა და შემდეგ მასზე დანიშნულება იყო ეს გიოს მიმართულებით და ეს ყველაფერი უნდა ასრულდეს ისე როგორც იყო ჩაფიქრებული ვინაიდან ეს უკვე ეკუთვნის გარდაცვლილ გიოს და არავის უფლება არ აქვს რომ გადაშალონ და გამოიყენონ სხვა დანიშნულებით ხო ხდებით კეთილი მეგობრებო ამ ნივთს აუცილებლად გავიტანთ პირველ რიგში აქედან დავიწყებთ რა თქმა უნდა რომ ნივთი სახლიდან გავა შემდეგ უკვე ამისა სამივე ადამიანი და მათ შორის ჩვენს პარანორმალის წარმომადგენლებიც უფალთან მოვინანიებთ იმ სოდებს რაც აქამდე გვამძიმებს ასე ვთქვათ რაც ჩაგვიდენია საუბარი არის უხილავ ხილულ სოდებზე მთლიანად ყველაფერზე და წყალობით შევთხოვთ უფალს რომ ეს სოდები გვაპატიოს წინაგდებ შემთხვევაში სახლის კურთხევა სადაც ბოროტი ძალაა უშუალოდ დაუშვებელია წარმოუდგენელია სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ ხდება ბოროტი ადულად ხედავს ადამიანის ცოდვას და თუ კი ის მოუნანიებელია ღვთის წინაშე რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია ამიტომ ჩვენ ვიცით ყველაფერი ამ წესების შესახებ თუ წესიც არ არის ეს ვალდებულებაც არ არის პირდაპირ ვთქვათ ეს არის ჩვენი მოთხოვნა რომ უფალმა შეგვიწყალოს და გვაპატიოს ის სოდები რომელიც აქამდე ჩაგვიდენია ხილული თვალსაზრისით თუ უხილავი თვალსაზრისით ამას აღარ აქვს მნიშვნელობა თავი არის ის რომ უფალმა გვაპატიოს ჩვენი სოდები ამ მომენტს არ გადავიღებთ არავითარ შემთხვევაში ნუ არ მიმაჩნია რომ ეს არის თქვათ უშუალოდ გადაღება და რაღაცა შეუსელებელი არავითარ შემთხვევაში ამიტომ ამაზე ვამბობთ სამივე დავждდებით და აქედან დავიწყებთ ყველაფერს შემდეგ უკვე გადავალთ წმინდა ნივთების განთავსებაზე სახში ისევ გამორთოთ ელექტრონული ამას უკვე მაყურებელი ნახავს შემდეგ რა მოხდება აბსოლუტურად თავიდან გადავამოწევთ ყველაფერს და მერე უშუალოდ დავიწყებთ უკვე ბოროტის ზალის სახლიდან განდევნას და სახლის კურთხევას და უფლის წყალობით ყველაფერი გამოგვივა ვინაიდან მისთვის შეუძლებელი ეს ჩვენთვის ადამიანებისთვის არის შეუძლებელი უფლისთვის შეუძლებელი არაფერი არის
დროებით მეგობრებო და ჩავერთებით. მოგადენვით თვალე და იყავით ყურადღებით. ეხლა გავთიშო კამერას, შემიგავთ. ეგრე. მეგობრებო, ეხლა ხანს ვიდექით ვლაპარაკობდით და საშინელი ხმა ფანჯრიდან პირდაპირ აი ქვა რო ესროლო ფანჯარას ესე. გვეგონა რომ ფანჯარა ჩაიმტრა. შოკში ვარ. მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი ეკარნიზე იყო. ხო, ეს კარნიზი იყო უშუალოდ. როგორც ხედავთ, ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ კამერა უშუალოდ ჩართულია ახლა და ყველაფერს ვაფიქსირებთ. სამწუხაროდ იმ მომენტში, როდესაც ეს შოკში ვარ. არაუშავს ლიკა, არ შეგეშინდეს, დამშვიდი. უფალი ჩვენთან არის და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ ის რომ ბოროტი მოგვერება. აი აქ, ზუსტად აი ამ ადგილზე, ზურგით ვიდექი, მაგრამ ზურგით იდგა სახლის მეპატრონე, ჩვენს დააფიქსირე. ყავას ვავდით, ანუ მივიწმედით ყავას და შემდეგ უკვე უნდა დაგვიწყოს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ზუსტად აი ასეთი რამ ფანჯარაზე. გავიმეორებ. უფრო ძლიერად. აი მინა რომ გატყდება რა. სკდება იმინის გასყდომის დაახლოებით მსგავსი ხმა იყო რომ გაიბზაროს. კეთილი, მესმის, ყველაფერი მესმის. ნახეთ ახლა რა მომენტია. ეს კიდევ ერთი მინიშნება იმის რომ სახში ბოროტი სული ყავს და რას მოყვა აი ყველაფერი ძალიან თხოვ. გამოვყევი და დავაფიქსიროთ ახლა. ლიკა ჩვენთან იყავი უშუალოდ და არ მოშორდეს ამ დროს არც ერთი ნაბიჯი. აი ეს გადაიღე. ვემზადებოდით, როგორც გითხარით, მეგობრებო. სახლის კურთხევისთვის ჯვრები უკვე განლაგებული მქონდა, ლოცვები დევს მაგიდაზე როგორც ხედავთ, წავიდით ახლა იმ ოთახში. მოძრავა. შედი ოთახში. ნუ გეშინია ლეკა, დამშვიდი, გავიგერო. არაფერი საშიში არ არის. ასეთი რაღაცები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ თუ უფრო გართულდა სიტუაცია, მაშინ შევწყვიტავთ ამ სახლის კურთხევის პროცესს, ლიკა, და აუცილებელი გახდება თქვენი უსაფრთხოდ გადაყვანა. და გავაგრძელებთ უშუალოდ ჩვენ ყველაფერს. იმედია ღმერთმა ქნას არ. ხო, ეს იყო პირველი მინიშნება, მაგრამ არაუშავს. გადავიღოთ ესეც, გავამზადეთ ჯვარი იმისთვის, რომ სახლის კურთხევა დაგვეწყო, მაგრამ მოხდა ის, რამაც კამერა დაუყოვნებლივ ჩაგვერთვევინა. იყო ესე თუ არა? ნამდვილად მასე იყო. ლიკა ადასტურებთ რომ ეს ყველაფერი კი არა შოკში ვარ, აი არ ვიცი რა. იყო ხმა მეგობრებო რომ აი წარმოიდგინეთ რომ მინა გაიბზარა და უცებ სკდება. ზუსტად მასეთი ხმა იყო. რაღაც ქვა ძლიერად ეს ანუ მოარტყა რა. მინა რომ სკდება, აი კაცანის ხმა იყო ძალიან დიდი. კეთილი, ეხა ავიღოთ საძიებო სისტემაც, შუქის შაქრობა ეხა არის ძალიან საშიში მომენტი, იმიტომ არ ვაკეთებთ ამას. მეპატრონის ჩვენთან ერთად არის მეგობრებო და ყოლა დაუშვებელია. ეხლა ამ პროცესში შუქის გამორთვა ვინაიდან ამით არ გინდა შეშვი. ამით ჩვენ ბოროტს კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, რა გაგებით, რომ სრულ სიბნელეში ის თავისუფლად იმოქმედებს. ეხლა შუქია ანთებული და კიდევ ერიდება ნათელს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როდესაც მეპატრონის ჩვენთან ერთად არის, ჩვენ კიდევ დაველოდებით გართულებას პირდაპირ ვთქვა და თუ კიდე მსგავსი რამ განმეორდა, ლიკა კურტკა ჩაიცით. მაინც მოამზადოთ ყველაფრისთვის. თუ კიდე განმეორდა, დაუყოვნებლივ გადავიყვანთ მეპატრონეს უსაფრთხო ადგილზე და თავად გავაგრძელებთ უკვე ბოლომდე ვიდგებით, იქ სადაც უნდა ვიდგეთ. მაგრამ ეხლა დაბრუნდით შემთხვევის ადგილზე. ჩავთოთ საძიებოც და დავაკვირდეთ ციცები შოკია. აუ ნახეთ, ამას შეხედე. როგორი. გააფიქსირე კამერაში. ნახეთ რამხელა, ეხლა შეიძლება განგაშიც ჩაერთოს უკვე. ძალიან დიდი აქტივობაა. რაღაცა იმყოფება ჩვენთან ერთად უშუალოდ. და აი ამაზეა საუბარი, რომ ეხლა შუქის გამორთვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხედავთ ხო, უკვე ნახეთ. შეიძლება განგაშიც მოგწეს უკვე. ნახეთ როგორ არის. ნახეთ რამხელა რაღაცა დგას უშუალოდ ჩვენთან ახლოს, ძალიან ახლოს. და სად არის ეს ყველაფერი? ახლა აქტიური ზონაა. ეს შუქის გამოხვა შეიძლება რა შუქი რო ჩართული გვაქვს. არავითარ შემთხვევაში. ეხლა შუქი რო ჩართულია, მაგასაც ვითვალისწინებთ, მაგრამ ის რაც მოხდა, ეს უკვე შუქთან კავშირში აშკარად არ არის. ეხლა უბრალოდ ვამოწმეთ, რომ შუშას რაიმე დაზიანება სადმე ხომ არ ეთყობა.
მაშინ შეიძლება უშუალოდ, მაგრამ არა. ზუსტად ჩემ ზურგს უკან იყო უფრო აი ამ ადგილას იყო, აი შუამდე, სადღაც მასე იყო. აი ვიგრძენი რა დაახლოებით თითქოს თავთან რაღაცა. გასაგებია აი მაგას არა უშავს. ხო, ეს ესე დავტოვოთ. მეგობრებო, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ვიმეორებ, როდესაც ეს მოხდა, კამერა იყო გამორთულ მდგომარეობაში და ყავას ვსვავდით. ეს ძალიან აქტიურობს. ხო, ვიცით რომ აქტიურობს, გასაგებია ყველაფერი. ფანჯარა კი რაღაც დაიმსხრა. სამწუხაროდ ეგ მომენტი ვერ დავაფიქსირეთ და ანუ ამაზე გულისხმობა. არა, თემაზე თუ საუბრობდით, ეგეც აღსანიშნავია. კი ბატონო, პირდაპირ ბიბლიაზე საუბრობდით და მოსალოდნელ აპოკალიფსზე, რასაც გაივლის ქვეყანა ბოლო ჟამის პერიოდში და ზუსტად მაგ პერიოდში ხდება მინის, აი თითქოს გასკდა მინა ისეთი ხმა. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ველოდებით და კიდევ ველოდებით უარეს შედეგებს, როდესაც უკვე სახლის კურთხევა დაიწყება, მაგრამ ნახეთ რა არის ამხელა აგრესიის გამომჟღავნება რეალურად, ხო? ჩვენ არ ქონია აქამდე. ესეთი ძალის პირდაპირ ვთქვა. მართალია რომ შეშინდნენ, მაგრამ ლოგიკურიც არის ეგ, რომ ადამიანებს ახლა არ აქვს იმდენი, მე პატრონს არ აქვს ახლა იმდენი მე პატრონს არ აქვს იმდენი გამოცდილება და ჩვენთან ერთად არის უშუალოდ ახლოს და არც ერთ წამით არ ტოვებთ ცალკე. ეხლა ის გადავრჩენია მეგობრებო, რომ დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, მაგრამ საშიშია კიდევ ვიმეორებ, რატო მე პატრონია და ბუნებრივია რომ პარანორმალს გვეფიქრება ამაზე, რომ არ მოხდეს ამ სახში ვინმეს დაზიანება რეალურად. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვართ და აუცილებლად პირდაპირ გადავდივართ დაუყოვნებლივ სახლის კურთხევაზე. თუ კი დაიძაბა სიტუაცია, მოხდა კიდევ მსგავსი აგრესიული ქმედება, აუცილებლად ამ პროცესებს შევწყვეტთ. სახლის მეპატრონეს გავიყვანთ უსაფრთხო ტერიტორიაზე, ანუ სახლიდან სხვა სახლში უშუალოდ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ ბოლომდე და რაც არ უნდა მოხდეს ამ სახლში, როგორც არ უნდა დაიძაბოს სიტუაცია პარანორმალი, ბოლომდე ვიდგებით და ბოლომდე შევებრძოლებით იმ უწმინდურ ძალას, რომელიც ამ სახლში ამებს ჩადეს, მეგობრებო. ნახოთ, უფალზე ძლიერი არაფერი არ არის, ყველაფერი მის ხელშია და ბუნებრივია, რომ ჩვენ ნამდვილად არაფერს არ გვეშინია. გამორთოთ სანდრე კამერა. მეგობრებო, ის რაც მოხდა, ვერ გადავიღეთ. სამწუხაროდ. მაგრამ იყო ძალიან ძლიერი ხმა. თითქოს ფანჯარა გასკდა. მეთანხმებით რომ ეგრე იყო. ნამდვილად მასე იყო. ეს იყო ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, აგრესიული ქმედება, მაგრამ ჩვენ დროს აღარ ვკარგავთ, ყოველგვარი ყავის დალევა გვერდზე გადავდეთ და პირდაპირ გადავდივართ მოქმედებაზე. დამეთანხმებით რომ ცოდვები უფლის წინაშე დავჯექით და სამივე მოვინანიეთ. ნამდვილად მასე იყო. და უფალი ნამდვილად შეისმენს ჭეშმარიტ სიტყვებს ადამიანის, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს უფლის წინაშე. და ჩვენ გადავდივართ უკვე უშუალოდ წმინდა ნივთების სახლში განლაგებაზე. ეს აუცილებელია. ვინაიდან ბოროტმა მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავის თავი და დაიწყოს კურთხევა სწორედ ამ მომენტში, როდესაც ის დაიწყეს მოქმედებას. უფლის ძალები მას შეეწინააღმდეგება და ამ სახლიდან ყოველგვარ უწმინდურობას გამდენით. მხოლოდ და მხოლოდ უფლის სახელით და ზუსტად მაგ პროცესს უყურებთ ახლა თქვენ. ტრადიციულად მიმდინარეობს ხატების განლაგება ოთახებში. ეს აუცილებელია. ამის შემდეგ უკვე დაიწყება კურთხევის პროცესი. და კიდევ ერთი რამ. ცოდვების მონანიების შემდეგ ჩვენ უფალს შევთხოვეთ, რომ მოეცა კურთხევა წმინდა ზეთის ცხებისა და სამივე წმინდა ზეთი ვიცხეთ ჩუბლზე. გამოვისახეთ ჯვრები და ბოროტი ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეგვეხება. შეიძლება დაანგრიოს და დალეწოს აქაურობა, მაგრამ ვერც ჩვენთაგან ხელს ვერ დაგვატებს. და თუ ეს ასე არ იქნება, ამას ვნახავთ.
გადავიდეთ შემდეგ ოთახში. ხელში გვაქვს ნაკურთხი ჯვარი და ხატი. და მიმდინარეობს დავაგებ. გადავიდეთ შემდეგ ოთახში. ამის დრო ეხლა არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ხატი კათოლიკური, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უფალი იქ, სადაც ადამიანი ბოროტებას ებრძვის უფლის სახელით და ნამდვილად უპირისპირდება მას გადამწყვეტ მომენტში, უფალიც იქ არის და ყველას გახსოვდეთ ეგ. ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ კათოლიკეებსაც ეხმარება უფალი და მათ შორის მუსულმანებსაც. კეთილი კაცი უყვარს უფალს, ჭეშმარიტად ღვთისმორწმუნე და არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ ის ჯუნგლებში გაიზარდება თუ ქალაქში. არ აქვს მაგას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ პარანორმალი გამოიყენებს ამ ყველაფერს. ესე იგი, ერთი ხატი გვაქვს იქ, მეორე ხატი გვაქვს იქ. რამე გაიგეთ? მაიღო? არაფერი? და ეს ხატი ბაგაში მწოლიარე შვილი, იესო, მარიამი და იოსები ხატზეა გამოსახული. მართალია კათოლიკურია, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დაგვრჩა ორი ნაკურთხი ჯვარი. ხატები უკვე განვალაგეთ და ყველა ხატს ჯვარი სწორედ ისე დავდეთ ხატთან ერთად, როგორც ამას აკეთებს ხოლმე პარანორმალი კურთხევის დროს. ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ უკვე ჯვრებს და დავდეთ შევდეთ აქ და ერთს განავთავსებთ ცოტა და სამონეთთან ერთად. აი მოთხოვში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად აი აქ ამ ლარნაში არის თლიანად ნაკურთხი წყალი. ჩვენ გადავამრავლეთ ნაკურთხი წყალი, პატარა ბოთლით ხონდა, ეხლა უკვე გვაქვს საკმარისი რაოდენობა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნაკურთხი წყლის გამოყენება ინტენსიურად არ მოგვიწევს. ნახოთ. ეს ჯვარის დავაფიქსიროთ. ლოცვანი
სალმონები. ეს ყველაფერი არის წმინდა ნივთები. მეგობრებო და ბოროტი რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ხედავს. ეხლა ამ მომენტისთვის ამ სახში იმყოფება სადამდე გაწდება მისი მოთმინება არავინ არ იცის, მაგრამ ეს ყველაფერი რო უკვე დაწყებულია, მე გეუბნებით ამას. ვინაიდან უკვე გამოვავლინე მან თავი, კიდევ ერთხელ გავხსენოთ ის მომენტი, რომ უკანა მხარეს სადაც გიორგი დგას, ახლა მეგობრებო, ზუსტად მაგ ადგილას იდგა ჩვენი სახლის მეპატრონე და მართლა გვეგონა რომ მინა უბრალოდ გასკდა. რა იყო? მართლა კი არა მეგონა. მოტრიალე. კი, ეს ერთი შემთხვევა. ეხლა ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ დავიწყოთ დავუყოვნებლივ სახლის კურთხევა. ამისათვის უნდა ჩაქრეს მთლიანად გამოირჩეს ელექტროენერგია. უბრალოდ ეს არის ძალიან საშიში პროცესი. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სრულ სიგნალში ვაძლევთ საშუალებას ბოროტ ძალას, რომ მთლიანად გამოიყენოს თავისი ძალები. გამოავლინოს თავი და აქ უკვე პირდაპირ მოხდეს მასთან ბრძოლა უფლის ძალებით. სხვა შემთხვევაში კურთხევა დღის განმავლობაში, თქვათ და დღის საათებში ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ უბრალოდ არ იმოქმედოს. ვინაიდან შესაძლოა საერთო ტერიტორიაზე არ იმყოფებოდეს ბოროტი ძალა. ნახოთ რა მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ თუ ძალიან გართულდა სიტუაცია, უნებრივია რომ სახში ჩავშთოთ ისე ელექტროენერგიას, მეპატრონე სახლიდან გავიყვანთ, გავარიდებთ, დაბრუნდებით და გავაგრძელებთ ისე სახლის კურთხევას, რაც საქმე მივუყაროთ ბოლომდე. ნახოთ რას იზავს ბოროტი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაგისთვის მზად ვართ. ამაში არის ნაკურთხი წყალი, რომელსაც უშუალოდ გადმოვიტანთ. კაი. ეს ხმა გავიგე. ერთი წუთი. ნუ შეშინდებით. არ შეშინია. ეს არის ესეთი პროცესი და როგორც გითხარით, შესაძლოა ყველაფერი გააკეთოს ბოროტმა ძალამ იმისთვის, რომ კურთხევა შეგვაწყვეტინოს, ლოცვები გავაჩერებინოს და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში მას არ დავემორჩილებით, ვინაიდან ის არის უწმინდური ბინძური ძალა და ჩვენ ვართ ღვთისძალებით მოსილი და უფალმა იცის რომ ჩვენ ბოროტი ვერ მოგვერევა, ვინაიდან უფალს შევთხოვეთ. დახმარება. ეს არის ის ადგილი წინაზე ჯვარი რო გადაადგილდა და ამ შემთხვევაში ხატი უბრალოდ იქით გადავიტანეთ და ჯვარი და ლოცვანი დავდეთ. სახში იქიდან ისმის ხმები უკვე, მაგრამ მოსალოდნელია ყველაფერი მოხდეს. რა ხდება? კონექცია. თორე. სათვალით ესე? აპირიქით. ესე? ხო. Sorry. კაი. გაიცაქვეს სამშობლო. ეთილი, ეხლა. ნავსუმაში და დავხდეთ. არ გჭირდება. ჩემ დეტექტორი. კურთხევის დროს, არა, დეტექტორები არავითარ შემთხვევაში. დეტექტორები გამორთულია და კურთხევის დროს არანაირი დეტექტორები. არავითარ შემთხვევაში. ამიტომ მის რა თქმა უნდა, გეგონება ვიღაც ჩურჩულები გადის. კარგი, არა უშავს. არ მიაქციოთ ყურადღება. ჩემი თხოვნა, პრინციპში გეკითხებით ეხლა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ. არ მეშინია რატო? იმიტომ რომ როდესაც უფალს ვახსენებთ და მას ვთხოვთ დახმარებას, უნდა იმოქმედოთ თამამად და გაბედულად. ბოროტი ჩვენგან იმას ელოდება, რომ რამენაირად შეგვაწყვეტინოს ეს ყველაფერი. რამენაირად
ყველანაირად გვაიძულოს, რომ ლოცვები არ წავიკითხოთ, არ ვაკითხოთ სახლი. ვინაიდან ეს ყველაფერი მას აღიზიანებს, ეს ჩვენი განლაგებული ეს წმინდა ნივთები, ჯვარიც, ხატიც, ეს ყველაფერი მასზე მოქმედებს. შესაძლოა რომ დაიწყოს მოქმედებები ამ სახლში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მაინც გადაცდა, ასე ვთქვათ, დასაშვებს ზღვარს, როგორც ვთქვით, შევწყვიტავთ გამოკვლევას, თქვენ უსაფრთხო ადგილზე გაგიყვანთ, შემდეგ დაბრუნდებით და გავაგრძელებთ ამ უწმინდურ ძალასთან ბრძოლას. კეთილი, დეტექტორი, მომეცი? ხო არის გამოთვლი, კი. ეხლა შუქი რო ჩაქრება. ეხლა რო შუქი ჩაქრება, ხო? გადავდივართ ყველაზე საშიშ ფაზაში, მაგრამ გავთხილებთ. არ შეგეშინდეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაპანიკდეთ. ერთად უნდა იდგეთ, ცალკე არავინ არსად არ გავიდეს. კი ბატონო. ეხლა უყურე. შეგვიძლია ამ შემთხვევაში ფანები. ამ თახში უკვე ყველაფერი გარკვეულია, წავიდეთ აქეთ. სარდაფში უნდა ჩავიდეთ. ყველა ვარიანტში. სარდაფში მოკევით. გარდაბესა გჭირდება ნაკურთხი წყალი ცალკე უკვე რო ზამ თუ დაბოსულდა ყველაფერი და როდესაც ავატყობდეს რა შესაძლოა კეთილი სათვართ რა თქმა უნდა მზად ვართ. ფუნჯების საწავიღეთ, სადაც აქეთ დავდეთ, ხო? ფუნჯები. ფუნჯების საწაიღე. იქ ხარ და მაგიდაზე. ძამობა იქ დავდეთ, სადაც აქეთ. მოდი ვარ. ფარები მომზადეთ, ფარები მომზადეთ. შუქი? ამოხსნა. დიდება მამასა და წესა და წმინდასა სულსაც და მარადის დაუგუნეთ იმისამდე. ამინ.
ამაო ჩვენო რომელე ხარცათაში მეწმინდა იყოს ახალი შენი მოვედეს უფლებას შენი რაუნება შენი სასათაში მეგრეცი კუთვნისასა და ორი ჩვენი ასობის ამოღე ჩვენ დღეს და მომიტევეთ არანაირ შენივით ჩვენ მომიტევეთ არანაირ თამა ჩვენთან ანუ შევიყვანეთ ჩვენგან საცდელს სამოგგვისენ ჩვენ ბოროტისაგან უფალო შეგვეწია გაჩვენების შანსი დაგვიცავი ყოველი ბოროტისაგან რამე თუ მხოლოდ შენი სახელით განიდევნება ყოველი ბოროტი და სწოდეს შენს წინაშე 1000 და 10000 რამე თუ სახელმწიფო მხოლოდ შენ ხელშია მხოლოდ შენ შეგიძლია მათი დამარცხება უფალო და დაგვეხმარეთ ჩვენც იმაში რომ ვიბრძოლოთ შენი სახელით გავწმინდოთ ეს სახლი ყოველგვარი უწმინდური სულისაგან და ყოველგვარი ბოროტებისაგან რამე თუ ისინი ვერ გაიმარჯვებენ იქ სადაც უფალი დაიდებს ბინას მოგვეცი უფლება მოგვეცი კურთხევის უფლება უფალო შეგვეწიე ამ გაჭირვების შანსს რამე თუ ადამიანებს არ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ უხილავ ძალას სამაგიეროდ კი ყავხარ შენ რომელიც ყველგან და ყოველთვის გვეხმარები და გვეჩიგვით გახარ და აკურთხე უფალო ეს სახლი შენი სახელით და განდევნე ყოველი ბოროტი რამე თუ დაიმკვიდროს ამ სახლში მშვიდობა და ადამიანებმა პონს იმშვიდე გიწამონ შენ და გადიდებდნენ ყოველ დღე რამე თუ შენშია ძალი მადლი და დიდება უფალო აკურთხე ეს სახლი სახელისა მამისათა და ძისათა სულისა წმინდისათაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ უფალო ღმერთოზე ღვთისაო შეგვიწყალეთ ჩვენ სოდები დაგვეხმარე გაჭირვების შანსს რამე თუ დიდია შენი მადლი და ძალა ჩვენზე განდევნე ყოველი ბოროტი ამ სახლიდან ხილული თუ უხილავი და დაგვისავი ჩვენ ამ გაჭირვების შანსს რამე თუ მხოლოდ შენი იმედი გვაქვს უფალო რამე თუ შენ გვეუბნები რომ მოდით შენთან წინენებაში გიმსუგებთ მას კურნალი ჯანმრთელებს კი არ ამანტყოფებს სჭირდებათ ეს სიტყვები შენივეა შენ გეკუთვნის უფალო და ეკურთხოს ეს სახლი და განიდევნოს აქედან ყოველი ბოროტი რამე თუ უფალო შენი სახელით განიდევნება ყოველი ბოროტი და მოიპოვოს ამ სახლმა სიმშვიდე მხოლოდ უფლის სახელით და თუ არის ამ სახლში რაიმე ბოროტი დაემხოს შენს წინაშე უფალო აკურთხე ეს სახლი განდევნე ყოველი ბოროტი ამ სახლიდან შეხედეთ მოგე გადავ სანდრა ფუნჯი მეორე არ შეშინდეთ ეხლა ჩემი მული მწერს მესიჯს ამ წუთას მომწერა ჩემმა შვილმაო ძილში სამჯერ წამოიყვირა არ წახვიდა არ ვიცი რას ნიშნავს მაგრამ ემოციურად არიან ბავშვებიც აშკარად ეხლა წამოიყვირაო ეხლა მომწერა ამ წამს ასაგები ჩვენთვის ნიმოს შეგვეცდები მაგრამ მაგრამ ახალი გამოუვა უფალო ღმერთოზე ღვთისაო აკურთხე ეს სახლი განდევნე აქედან ყოველი ბოროტი რამე თუ მხოლოდ შენ ხელით გეთითება ეს აგვეხმარი ამ გაჭირვების ჟამს ვიბრძოლოთ შენი სახელით და შევაბრძოლოთ ყოველთა ბოროტა ხილულთა თუ უხილავთა დაიცავი ეს სახლი ყოველი ბოროტისაგან უფალო დაემხოს ყოველი ბოროტი და განიდენოს მხოლოდ შენი სახელით უფალო და დაგვეხმარი ამ გაჭირვების ჟამს რათა დავეხმაროთ ჩვენს ხვებს ამინ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ხო ეს ფუნჯის ნაწილია დაუბრუნდი მოგაკიდა
ისო შეგიწავე ჩვენ სულ. გამოხდე გაჭირების ჟამს ამით რა შეგვიძლია ადამიანებმა ვებრძოლოთ ბოროტებას შენს გარეშე უფალო. რამე თუ შენ ხარ ჩვენთან ერთად და გვაძლიერებ გაჭირების ჟამს. მოგოცი ძალა და მოგმადლე შენი მადლი ამ გაჭირების დროს. რამე თუ ვებრძოლოთ შენი სახელით ყოველ უხილავს ამ ხილუნტერს რომელიც ამ სახლში და ასევე სხვაგან არის გამარჯვებული. და ვერ დაგვიშალოს ბოროტი ვერაფერს ვინაიდან უფალია ჩვენ. აკურთხე ეს სახლი უფალო მამის ძისა და სულიწმიდის სახელი და განდევნე ყოველი ბოროტი აქეთ. გარეთ მხოლოდ შენ ხელგეწიფება ჩვენი დახმარება უფალო ამ გაჭირობის ჟამს. მოხედე შენი ძალით და ძლიერებით და მოიპოვოს სიმშვიდე და დაკურთხებულნი შენ და გადიდებდნენ უფალო ყოველდღე. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსაც და მამას და პოლიტიკოსამდე. ამინ. სანდრა, სარდაფში უნდა ჩავიდეთ. უშავთ. ამიტომ მოდი დამიკავე შენ დაიჭირე კამერა? კი. ამ ოთახიდან გარეთ არ გახვიდეთ არავინ. არა. აქიდექით უშუალოდ. არ მეშინია, ხო, მაგას ვიგებ, ძალიან დავი. ჯერ მე ჩავა. არც უნდა გეშინოდეთ არაფერს. მოიცა საჩადი ხარ სანდრა. ჩავალ და მე მიჩქარა. აი ეს იგულე. ჯვარს მომაწოდებ, შემდეგ ნაკუთ დავს. ძალიან ფრთხილად ჩადე გიორგი უბრალოდ. მოდ. აი. გაიგეთ? ხრენის ხმა. მეგობრებო, აი ხლა იყო რაღაცა ღრენის მაგარი ხმა პირდაპირ სარდაფში. და ნახოთ გამეორდება თუ არა. ყოველ შემთხვევაში ამას არ ველოდებით. ფრთხილად გიორგი. მაგას ისე ზუსტად მოსული აქ. ჩვენი საკითხი არის. ჩდა ხა. კამერაც კი და ფანარიც კი გაფუჭდა. აი გონე ხაც. კი. კარგი, არა უშავს, არ შეშინდა. არა, გუშინია. აბსოლუტურად. ვერაფერს დაგუშავებს. ჯვარი. განაგრძ წყალი. სანდრა, ძალიან ფრთხილად ჩადე. ხო, არ ჩახო. ჩამოვიდე? ხო. დაჯექი აქ და ფეხები იქით ჩაავაგე. ეს დამიკავე წამს.